მოგესალმებით ყველას. ეს სამშაბათი დღეა, შუადღე უკვე პირდაპირ ეთერშია და ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე, რომელიც გუშინ გაჟღერდა და კულტურის მინისტრმა გუშინ თავისი გუნდი წარადგინა. ერთი ბოლო უწყება იყო, ხო თან? კი, რომელმაც დაასახელა, რომლის მინისტრმაც დაასახელა თავისი მოადგილეები და ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ სიახლით ისარგებლეთ და სწორედ დღევანდელ ეთერში შემოგთავაზოთ და გაგაცნოთ სწორედ ის ადამიანები, რომლებიც ამ სფეროს ხელმძღვანელობენ. ჩვენც გავიცნოთ. არა, რა უნდა აღინიშნოს, იცი რომ ყველა ბოლო სამინისტრო იყო, სადაც მოადგილეები დასახელდა. ანუ ერთ-ერთი ყველაზე რთული სფერო არის და მართლაც რთულად სამართალი. რო დაუკვირდეთ, რომ ვისთან აგაქვს ურთიერთობა, როცა ხარ ამ სფეროში მინისტრი, ხალხია, რომელიც მართლა ძალიან რთულია, რომლებიც აზროვნებენ ცოტა სხვანაირად, განსხვავებულად და ხშირად არღვევენ სტერეოტიპებს, უპირველესობა არ გამორიცხავ, რომ გენიოსათაც მიიჩნევდეს თავს. და უნდა ჩათვალო, რომ უნდა მართო. ხო, მართო არა, რაღაცა სხვა ფორმა და სისტემა არის, ალბათ აღმოსაჩენი. მართვა უკვე ცუდია და მიუღებელია ჯანმრთელი ადამიანის. მართლა რთული საქმე იქნება ამ ადამიანებს წარმოუდგენელია. სამუშაოების ჩატარება და მე ის გადამჩნია, რომ პირდაპირ გაგაცნოთ ისინი და მოვიდეს სტუდიაში. კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, ეკონომისტი, მენეჯმენტის მაგისტრი ალექსანდრე მარგიშვილი, ხათუნა ხუნდაძე, თავისუფალი ხელოვანი ხელოვნების მაგისტრი, კულტურის მენეჯერი და ფოტოგრაფი იური მეჩითოვი, რომელიც მობრძანდით. ფოტოსახელოსთვის დამფუძნებული პედაგოგი, რომელიც უკვე მესამე სტუმრობს ჩვენში უადრეს. მესამე კი არა, მეოთხე ჯერ. ჩვენი ხშირი სტუმარია, თავს გზნობს როგორც თევზის წყალში ჩვენ. არა, ჩვენთან არ არის ჯერ ბატონო იურა კარგი საქმეები საჭიროა ყოფილი იყოს. მეგონი სავარზე ხო. აბუკასულა მოვულოცოთ როგორ ლაბადები არ და დიდი ბატონო. გაიზარდე. დიდი მადლობა. ვეცდები. ავტო ხაფ, მოდავიწყოთ თქვენიც. მოგიყევით თქვენ შესახებ, გითხარით, საქართველოში არ მოღვაწეობდით. და ისიც გავიგე დღეს უსმენდი რადიოში ყოველგვარი ძალიან მოულოდნელი აღმოჩნდა თქვენთვის ზარი ასე ვთქვა და შემოთავაზება და როგორ მოხდით ემიგრაციაში ჯერ ამით დავიწყოთ და მე მივყვეთ ნელ-ნელა რომ გავასწოთ ხალხს თქვენ. ემიგრაციაში მოვხდი პატარა მიზეზის გამო ყოველთვის მინდოდა ხელოვნების სწავლა. საქართველოში ოჯახურ ტრადიციას უნდა გავყოლოდი ბუნებრივია და უნდა გამხდარიყავი ექიმი. გავხდი, შეუსრულე ტენდენცია იყო ესეთი, რომ თუ ექიმი არ არის ქალი, რა გაათხოვებს. და აი ამ მიზნით კი ბატონო ვთქვი, რომ გავაკეთებ ამას. გავაკეთე და ბოლოს რომ მივხვდი, რომ ჩემი ადგილი მაინც უფრო ხელოვნებაშია, გადავწყვიტე გერმანიაში წასვლა. მანამდე ერთი მოკლე კითხვა გათხოვდით? თან როდესაც გავხდით არ მიშველა. აი მაგ პროფესია არა, იმიტომ რომ არ გაყევით ალბათ მაშინ. მაშინ იმ დროს უნდა მე ხელდადრო ასე ვთქვა. ესე იგი ეს არ აღმოჩნდა შეცდომას. გვერდზე Facebook-ის გვერდზე ამოვიკითხეთ, რომ თქვენ ხართ პედიატრი. ესე იგი არ გამართლა. აი მე მან არ გამართლა. მაგრამ აი იმ პერიოდში ვაკეთებდი ძალიან ბევრ გამოფენას, მაქვს რაღაც პრიზებიც აღებული, გასვლები იყო მოსკოვში. აი მე დავამთავრე სამხატვრო აკადემია გერმანიაში და აი იმ პერიოდში როცა როგორც ქანდაკება კერამიკა და სამეცნიერო სწავლის პერიოდში ვაკეთებდი ძალიან ბევრ კულტურულ ღონისძიებებს, ძალიან ბევრ გადაცემაში ვიღებდი მონაწილეობას. ორგანიზებას უწევდით ამ ღონისძიებებს? მე თვითონ ვაკეთებდი. მე თვითონ ბავშვობიდან ვაკეთებ ხატავ, ვაკეთებ სხვადასხვა შერეული ტექნიკით ნამუშევრებს, ვძერწავდი და აი ამ ყველაფერს რაღაც საკმაოდ კარგი რეზონანსი ჰქონდა და უცნაური ის არის, რომ იმ პერიოდში ამას ყველაფერს ვყიდდი და ხშირ შემთხვევაში ამით ვცხოვრობდი კიდევაც. და ეს იყო ძალიან თან აკეთებთ რაც გსიამოვნებდა და თან შემოსავალიც თქვა მაგაზე ბუნებრივია. ემიგრაციამდე საუბრობთ. ეს ხდება ემიგრაციამდე. და მე იყო ესეთი ის რომ ვეღარ ხვდებოდი რომ იმიტომ მიკრავენ ტაშს რომ ვარ ექიმი მე ვერ ვიტყვი რომ ექიმი ვიყავი სამედიცინო სტუდენტი ასე ვთქვა და პლუს ამას ვაკეთებ თუ იყო ჩემში რაღაც ღირებული. და ამიტომ გადავწყვიტე რომ მოდი ახლა უნდა მოვსინჯო და წავიდე. წავედი ჩემდასთან ერთად პირველად როგორც ყველა მიდის ოპერება 94-15 წლებზეა საუბარი. მე დავბრუნდი, ჩემი და დარჩა იქ და გაგრძელა ასევე ხელოვნების სწავლა, ის კომპოზიტორი გახლავთ, ასევე სამედიცინოზე სწავლა და დაანება თავი. მე მშობლები ძალადობის მსხვერპლი იყავით. ძალადობის მსხვერპლები ვიყავით. ფიზიკა მათემატიკური შემოვარებინეს. აი ესე გამიგებთ. ძალიან კარგად კი. და წავედი და იმავე წელს ჩავაბარე შტუტგარტის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში კერამიკა ქანდაკების და თანამედროვე ხელოვნების გარხი და დავამთავრე, პრაქტიკულად ჩემი ის არის მაგისტრის ხარისხით. ამის შემდეგ ყოველთვის მინდოდა რეჟისორობა. და წელს მოხდა ისე რომ ჩავაბარე. პლუს იქ ყოფნის პერიოდში ვაკეთებდი ძალიან ბევრ ღონისძიებას ქართული კულტურის პროპაგანდისთვის. ვაკეთებდი სუხიშვილების კონცერტს, ერისიონის კონცერტებზე ვიმუშავე, შინს უკეთებდი პროპაგანდას და კონცერტებს საქართველოში, გერმანიაში.
და აი რა გითხრათ, აი თუ კი რაღაც ქართული პროდუქტი ხელში მივარდებოდა, რომელიც შეიძლებოდა რომ მე მისი პრეზენტირება მომეხდინა, პრეზენტაცია სიამოვნებით ვაკეთებდი და ძალიან შრომატევადი საქმე იყო, მაგრამ აი რა გითხრათ, ამას ისეთი სიამოვნებით ვაკეთებდი, რომ ტელეფონზე რომ რეკავდი პრესკონფერენციისთვის ჟურნალისტების შესაკრებად, იცინოდნენ რომ თქვენ ისე გვიხსნით ტელეფონში, რომ ტელეფონში ცეკვავთო და არ მოსვლა არ შეიძლებაო და ავით საკმაოდ კარგი რეზონანსი იყო. მე ჩააბარეთ სარეჟისოროზე კინო? იქვე ჩავაბარე კულტურის მენეჯმენტზე გერმანიაში, აი როცა მოვრჩი აკადემიაში სწავლას და აი სულ ყველაფერს რომ მოვრჩი, მე გადავწყვიტე რომ ეხლა ის ოცნება უნდა ავისრულო, რაც ყოველთვის მქონდა, იმიტომ რომ ეს მქონდა ბავშვობიდან რომ მინდოდა რეჟისორობა. და გადაღებული მაქვს დოკუმენტური ფილმებიც, სრულმონტაჟიანიც, მოკლემეტრაჟიანიც. ძალიან ბევრ ფილმში გაგიკვირდება და მიმღერია კიდევაც გერმანულ ფილმებში. ანუ ყველა განხრით მაქვს ფილმში ჩემი თავი მოსინჯული და ეხა კიდე უცნაურს გეტყვით. მე თქვენი დავით კიკალიშვილს უკეთებდი ევროპიდან რეპორტაჟებსაც კი. ვიყავი ამ რეპორტაჟების პროდიუსერი და ავტორი და გაგეცინებათ და დავით კიკალიშვილს არ ვიცნობ. ჩვენ ერთმანეთს არასოდეს არ შევხვედრივართ. აი ამ ხელა მუშაობის მერე რომ ამდენი რეპორტაჟებს ვაგზავნიდი, მათ შორის სენსაციურ რეპორტაჟებსაც, მე მას არ ვიცნობ. თუმცა თქვენი და სახელი და გვარი მისთვის კარგად საოცარ კონტაქტი გვაქვს ტელეფონით და თუ კი რამე კი ბატონო, მაგრამ არასოდეს ჩვენ ერთმანეთს არ შევხვედრივართ. ასე რომ ესეთ კომუნიკაციაც ხდებოდა, და შეიძლება სწავლობ თქვენ. ეხა წელს ჩავაბარე თეატრისა და კინოს აკადემიაში მაგისტრატურაზე ჩავაბარე. არა, ნუ რა თქმა უნდა, უარი უნდა ვთქვა, უბრალოდ დრო არ მომეცა იმისი. არა, ამაზე ნამდვილად უარს ვამბობ, მაგრამ ეს თუნდაც ეს მომენტი არის იმის დასაბუთება, რომ მე აქ ნამდვილად არ მიფიქრია, რომ რაღაც მინისტრის მოადგილეობაზე არც პრეტენზია მქონია, არც მიფიქრე. სურვილი შეიძლება მქონდა ნამდვილად, იმიტომ რომ მართლა იმდენი გამიკეთებია, რომ მე ვთვლიდი, რომ რაღაც წვრილი ქართულ კულტურაში შემიძლია შევიტანო, მენეჯმენტის განხრით მაქვს საუბარი და არა ჩემი ხელოვნების განხრით, ის შეიძლება ის დროც მოვიდეს, მაგრამ ეხლა ნამდვილად გრძნობ თავს კომფორტულად, იმიტომ რომ მე შემიძლია რაღაც წვრილი შევიტანო. იგივე ქართული ფოლკლორის ფოლკლორს განვითარება არ ჭირდება უმაღლეს დონეზეა, მაგრამ პატარა პროპაგანდაში კიდე მეტი რაღაც დახმარება, იგივე კლასიკურ მუსიკაში, იგივე კინემატოგრაფში, იმიტომ რომ მე ამ სფეროებში მიმუშავია და პატარა პრობლემატიკაც მესმის და კიდევ ერთი მომენტი, რაც ალბათ ჩემი თანამდებობის ადამიანს უნდა გააჩნდეს, ეს არის ის გრძნობა, კარგის და ცუდის განსხვავების, იმიტომ რომ შემოდის აი ათასობით პროექტი, რომელია ფასეული, რომელი არა, რა თქმა უნდა, ეს არ მოხდება მარტო ჩემი გემოვნებით და ჩემი სურვილით, ეს მოხდება ჯგუფთან ერთად, მაგრამ აი ეს სენსიბილიტეტი თუ ეს გზნობიარობა უნდა კონდეს. თქვენ რამდენი ხანია რაც ჩამოხვედით დაბრუნდით? მე ჩამოვედი გუშინ წინ აეროპორტიდან მივედით. არა, მე რას დროში და მას 3 დღე აქვს. მე რას გულისხმობ? რამდენად ჩახედული ხართ ამ ბოლო წლები? რა ხდება? კინოში, თეატრში, ფერწერაში და ასე შემდეგ. მე ჩემი პროფესიიდან გამომდინარე ყოველთვის ვეძებდი რაღაც ფასეულს, რომელიც შეიძლება რომ იქით გავიტანო და ისედაც ყოველთვის მაინტერესებდა რა ხდებოდა. ჩემი და არის კინოსფეროში ფილმის კომპოზიტორი, ამიტომ ძალიანობრივად ყოველთვის მინდოდა რომ იმ სფეროსაც თვის მედევნებინა თვალი რა ხდება და მეც თვითონ კინოზე მქონდა აქცენტი, ამიტომ კინოსფეროში თავისთავად ყოველთვის ვადევნებ თვალს, შემიტანია კიდევაც პროექტები კინოცენტრში, ანუ დაწვრილებით უკვე მეორე ნაწილში ჩვენ უკვე ვისაუბრეთ. ეხლა ცოტა ხანი ბატონო იურას გადავახტები. კი ბატონო, სიამოვნებით. ცოტა ისე გავამივიდა ბატონო იურა. თქვენ წარდგენა ნაკლებად სჭირდებათ, მოგიონებით თქვენ რა თქმა უნდა გაგესაუბრებით. და ბატონ ალექსანდრე, თქვენც უნდა მოგვიყვეთ ალბათ თქვენ ცხოვრების შესახებ რა საქმიანობდით დღემდე? დიდი სიამოვნებით. ერთი სიტყვით შემიძლია დავახასიათო ასე მენეჯერი. ცოტა მეტი სიტყვებით შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი საქმე არის უზრუნველყო, რომ რაც გასაკეთებელია გაკეთდეს. თუმცა ალბათ მაინც ორი კითხვა არის ხოლმე მენეჯერის ლექსიკონში, რა გაკეთდეს და შემდეგ როგორ გაკეთდეს ეს ყველაფერი. კულტურის სფეროსთან ჩემი ძირითადი ურთიერთობა ის არის, რომ ვიყავი მომხმარებელი, ვარ და იმედი მაქვს რომ გავაგრძელებ. მიწოდების მხარეს, ასე ტექნიკური ტერმინებით რო ვისაუბროთ, არ ყოფილვარ წარდგენილი, მე ჩემთვის რაღაც ჩანახატებს ვაკეთებდი, მოთხრობებს და ასე შემდეგ, მაგრამ ეს არ ყოფილა ასპარეზზე გატანილი. შესაბამისად კულტურასთან მაქვს როგორც ალბათ ნებისმიერ ქართველს სიყვარული, რომელიც ალბათ გენში გვაქვს ჩვენ. ხოლო რაც შეეხება გამოცდილებას სამუშაოს, ალბათ ყველაზე მეტი რაც მიკეთებია ჩემს ცხოვრებაში, ეს არის პროექტების მართვა. ანუ დროში განსაზღვრული ამოცანა
რესურსების ალოკაცია, როგორ შესრულდეს, ვინ ჩავრთოთ, რამდენი დავხარჯოთ, რა შედეგი უნდა იქნას მიღწეული. ვფიქრობ, რომ კულტურის სამინისტროშიც როგორც წლის ბოლომდე, ასევე მომდევნო წლებში პირველ რიგში 2013-ში. ანუ აი ქალბატონი რაზეც საუბრობდა, არჩევა პრიორიტეტული პროექტების რაღაცა თქვა, ამაშიც უნდა თქვენ მიიღოთ მონაწილეობა, ხო, როგორც ხდები. ჩვენთან შეიქმნა ბატონმა გურამმა შექმნა სტრატეგიული განვითარების ჯგუფი, რომელშიც რასაკვირველია ყველა მოადგილე იქნება ჩართული. თუმცა არა მხოლოდ მოადგილეები, ჩვენ ასევე მოვიზიდეთ სპეციალისტები ამ ჯგუფში, რომლებიც შექმნის სამწლიან სტრატეგიას 2013-15 წლების სტრატეგიას ორი კომპონენტისგან შემდგარს. ერთი თვითონ სამინისტროს სტრატეგია, რა უნდა აკეთოს კულტურის სამინისტრომ, თავისი როლი როგორ წარმოაჩინოს და მე თუ მომეცემა შესაძლოა მოგიყვებით დაახლოებით. როდესაც უკვე დეტალურად ვისაუბრებთ, და მეორე კომპონენტი იქნება მთლიანად ქვეყანაში როგორ ხედავთ რა მიმართულებით შეიძლება წავიდეს. შეიძლება ალბათ აქ მთავარი სიტყვა, თორემ ჩვენ ვფიქრობთ, რომ კულტურის სამინისტრო მიმართულება არ უნდა მისცეს კულტურას. კულტურა მდინარეა, ის თავისი კალაპოტით მიდის, ჩვენ შეიძლება უბრალოდ ჯებირები გავაკეთოთ, რომ არ გადმოვიდეს კალაპოტიდან. ბატონ იურის დაუბრუნდე? ხო, მე ჩემზე გაბრაზდა მე. ბევრი პრობლემაა თქვენთან სასაუბროთ და ბატონ იური, ეს ყველაზე ნაკლებად თქვენი წარდგენა იყო, უბრალოდ თქვენი წარდგენა ყველაზე ნაკლებად იყო საჭირო, იმიტომ რომ ძალიან ბევრი გიცნობთ უკვე. თუმცა ალბათ ყველაზე მეტად თქვენ გჭირდებათ ის შემოქმედებითი თავისუფლება, აი მოთხთაგან. დღეს პირველად არ ახართ ფოტოკამერით ჩვენთან მოსული სხვათა შორის. მე აბა პირველი აბა ვისანაც ხოჩელიეთ, აი რისანაც ბიოგრაფიაში რო ჩაიწერესო, მე მიპასუხა. აი დავყიდი ბიოგრაფიაში რო ჩაიწეროსო. არა, მე ვთქვი ხო, ადამიანმა რაღაც ახალი ასპარეზზე ხუნა გავიდეს, რაღაც მოდის დრო არის აი 35 წელს ამბობენ 25, 28 არის, მე 55 და რაღაც ახალი გჭირდება ცხოვრებაში. ნუ როგორც ჩანს მოვიდა დრო და რა ვიცი, ძალიან რთული ის არის გადაწყვეტილება, მეც აი ალბათ ხათუნამ თქვა, მეც არ ვაკაკუნებდი კარებს, მაგრამ ისე მოხდა რომ მიხმო სამშობლომ და ასე ვთქვათ და ამ საქმეს შევუდექი და შევეცდები ძალიან მიჭის მე, აი ძალიან გამოსული ქალბატონია ხათუნა, ძალიან გამოსული ბატონი ალეკო და ჩვენ კიდე ქალბატონი ყავს მარინა რომელს ახლა არა ესე იგი თქვენ თავისუფალ რეჟიმში ვაპირებ ყოველთვის. არა, მე სერიოზულად ვაპირებ მუშაობას. რომელ დეპარტამენტს უნდა ხელმძღვანელოთ თქვენ? თუ არა ეხა უკვე ეს პრიორიტეტები ხელოვნების დარგებია, ძირითადად ხელოვნების დარგები, რომელიც ბევრი გვაქვს. ჩვენს ანსამბლის იგულისხმება, მაშინ თეატრების იგულისხმება და ყველაფერი, რაც ქმნის რეალურ ხელოვნებას და ინარჩუნებს ჩვენ კულტურას. და პრიორიტეტი თქვენი მაინც რა იქნება? აი რა დარგებიდან. არის რაღაცა უფრო რაც უფრო გესმის და რაც უფრო ახლოა და რასაც მთელი ცხოვრება აკეთებ თქვა. თუნდაც ახლოს ფერწერა, თუნდაც რაღაც რა, მათ ყველა ერთად არის, იმიტომ რომ ფერწერა ცოტა სხვა არის. ჩვენ ლაპარაკობთ იმ დარგებზე, ამ შემთხვევაში როცა ვთქვი ანსამბლი და თეატრი, ეს არის ის ხალხი, ვინც რაღაცას ქმნის, აკეთებს, მათ საჭირო დახმარება იგივე სახელმწიფოს განსხვანარად ისინი არ არსებობენ, თქვა თეატრები. მხატვარს ეხლა დახმარება კი კაია, ფიროსმანი ძალიან კაი სახებავით ხატავდა, არ ვიცი როგორ ხდებოდა ეს ამბავი, მაგრამ პრინციპში აი ეს დახმარება შესაძლებელია ჩვენთან იყოს ეს რაღაც ფონდისავით რაღაც მაგრამ ძირითადად არა ეს არის იმ არსებული აი ცოტა კულტურა და ხელოვნება უნდა განვასხვაოთ არა ხელოვნება ჩვენ ახლა კულტურაზე ვსაუბრობთ კულტურა თეატრი არის თქვა კულტურაც არის და ხელოვნება ერთად იმ თუ შეიქმნება ხელოვნება ეს ძალიან კულტურული ფენომენია ეს კულტურული ფენომენი არსად არ არსებობს დახმარების გარეშე და რაღაც მენეჯმენტის გარეშე და საჭიროა ძალიან დიდი პრობლემა აი დღეს ჩვენ ყავდათ თელავიდან კაცი შვედერი ადამიანი ახალი ის არის მართველია და ისეთი ვაჟკაცურად მოვიდა და აღვიხსნა ყველაფერი და ძალიან მართლა ნუ როგორ შეიძლება ახლა იქ არის ფიქრო როგორ დაეხმარო ამ თეატრში თელავში დასალაგებელია ხო თან ახლა ეს ბოლო პერიოდში ძალიან რთული სიტუაცია იცით ვან არც ხელფასები აქვს ნორმალ ხელფასები ხო არ აქვს არა არაფერი აქვს ერთი ლარიც არ აქვს დადგმისთვის აი დადგმისთვის რა თეატრია საუბარი ერთი ლარი დადგმისთვის თუ არ ექნება ხო მაგრამ სწრაფად არის საჭირო დახმარება ახლა თეატრის ბიუჯეტზეა დამოკიდებული და ბიუჯეტი შემიძლია გითხრათ რამდენიმე სიტყვა ესე ბატონეთები ორივე თქვენ გიყურებთ რო იცოდეთ სულ კი აბარა ვიცი მაგრამ მინდა დაგარწმუნოთ რომ წლის ბოლომდე გაგრძელდება იანვრიდან მე დავიწყებ პირიქით იმიტომ ეხლა არის ბიუჯეტის დამტკიცება ტომარის კი არ მოვიდა ფულის კაცი არის ყოველთვის ეს მითარდება ყველაფერი ფინანსებს აი ფინანსურად აი ყველა ფრაზა ყველა ამბავი აქამდე მიდოდა თქვენი ის რა არის ანუ უფრო უნდა გაიზარდოს ბიუჯეტი კულტურის სამინისტროს თუ იმ ბიუჯეტით რაღაცა სხვა მიმართულებები უნდა მოგახსენებთ ამჟამად მიმდინარეობს ორმხრივი სამხრივით შეიძლება დავარქვათ კონსულტაციები ერთის მხრივ ფინანსთა სამინისტროსთან მეორეს მხრივ პარლამენტში კომიტეტთან
და ვფიქრობ, რომ უახლოეს დღეებში ჩამოყალიბდებით საბოლოო ბიუჯეტზე, რომელიც თავიდან იქნება წარდგენილი პარლამენტისთვის. მე არ მინდა რომ მოვლენებს წინ გაუსწრო და თუნდაც მინიშნება მოგცეთ, იქნება ზრდისკენ თუ იქნება კლებისკენ. უბრალოდ ერთი რაც დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, არის ასეთი მიდგომა. ჩვენ შევხედავთ დამოუკიდებლად საარსებოდ აუცილებელ დაფინანსებას, რაც ნიშნავს ელემენტარულ ხელფასებს, ელემენტარულად არსებობის პირობებს, კომუნალურ გადასახადებს და მიმდინარე რემონტს ვთქვათ. ამას შევინარჩუნებთ, შეიძლება მცირედი ზრდა იყოს, მაგრამ დიდ ზრდას აქ დაფინანსების არ ველოდებით. მაგრამ გავაძლიერებთ მეორე კომპონენტს, რომელიც არის უკვე შემოქმედებითი მრავალფეროვნების, შემოქმედებითი რეალიზაციის შესაძლებლობის მიცემა შემოქმედი ხალხისთვის და ასევე ორგანიზაციებისთვის. ერთი წუთით აი თელავის თეატრი ახსენეთ, სადადგმო თუ არ ექნება ბიუჯეტი, სადადგმო? ამაზეა ზუსტად საუბარი, რომ შევცვალოთ ჩვენ ფინანსირების მეთოდი და მხოლოდ ხელფასი და მხოლოდ ელექტროენერგიის და გაზის ფული არ გადავიხადოთ. ჩვენ მათთან ვაწარმოოთ. ასევე გეტყვით, რომ ჩვენ მხოლოდ სისტემაში არსებულ ორგანიზაციებს არ ვაფინანსებთ. ანუ ჩვენს კულტურის სამინისტროს სისტემაში არის 90-ზე მეტი ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოს ეკუთვნის და ჩვენი ვალდებულებაა, რომ ისინი ფინანსურად გავაძლიეროთ. თუმცა ჩვენთან შესაძლებელია ასევე სისტემის გარეთაც ფინანსირების გაცემა, თუ პროექტს აქვს სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა, განსაკუთრებით თუ ეს კულტურის ექსპორტს ეხება. თვალშორის კულტურის ექსპორტის თემა ასევე ჩემი, ანუ როგორც პირველი მოადგილის საკურატორო თემაა და შემდეგ თუ გექნებათ სურვილი მოგახსენეთ. უბრალოდ დავამთავრებ ამ თემას, რომ ჩვენ შევეცდებით, რომ სისტემაში არსებულ თითოეულ ორგანიზაციასთან შევქნათ დამოუკიდებელი ხედვა, რა უნდა გაკეთდეს უახლოესი 3 წლის განმავლობაში. ჩვენ კრეატიულ ნაწილში არ ჩავერევით, ჩვენ არ ვიტყვით, ვინ უნდა დადგას, ვინ უნდა ითამაშოს. ბუნებრივია, მაგრამ მაგასთან ისინი მაგას არ დაუშვათ. რა თქმა უნდა, ამას არც ვფიქრობთ, თუმცა ვფიქრობთ იმას, რომ ფინანსურ ნაწილში რა მოლოდინი უნდა გქონდეს, რამდენად შეძლებს, რამდენ პროცენტს დააფინანსებს, თქვათ, იგივე რახან თეატრზე ვსაუბრობთ, სეზონი ხარჯების რამდენ პროცენტს დაფარავს. შეიძლება ჩვენი ფინანსირება გადავიდეს არა აბსოლუტურ თანხებზე, რომ თქვათ გაძლევ მილიონს და შემდეგ შენ აკეთებ რასაც საჭიროდ. არამედ გადავიდეს ასეთ სისტემაზე. გაძლევ იმის რამდენიმე ჯერ თანხას, რასაც შენ თვითონ ბილეთების გაყიდვით მიიღებ. ანუ რა თქმა უნდა შემოსავლებზე უნდა იყოს ძირითადად გადასული. შეიძლება ხუთი დაადის ხალხი თეატრში. ბილეთის ფასის განსხვავება არ გამოიწვევს. ის იქნება, რა თქმა უნდა, შეთანხმებული თემა იქნება. გამოიწვევს, იმიტომ რომ შენ გექნება სალაროზე უკვე მიზანმიმართულად იმუშაოს სალაროზე. რაც შემოვიდა შემოსავლა. რაც არ არის ხშირად საინტერესო საქმე მთლად. ანუ არა, შემოქმედების მხარე ცოტა ანუ სტიმული უფრო მეტი გექნება? არა, კომერციული სპექტაკლი უნდა დადგა, რომ მეტი ბილეთი გაიყიდოს. მოდი დავაზუსტებ რა, ეს არ იქნება მხოლოდ ეს ვარიანტი. იქნება ნაწილი ფონდი, რომელიც დააფინანსებს აბსოლუტურად მიუხედავად იმისა, სალარო რამ თანხას შემოიტანს, ეს ერთი მიმართულება იქნება, მაგრამ ეტაპობრივად ჩვენ უნდა გადავიდეთ ასევე კომერციალიზაციის პრინციპებზე. შეიძლება ეს 2013-ში არ მოხდეს ერთბაშად, მაგრამ გრძელვადიან პერიოდში რაღაც ნაწილი ჩვენი ამ ხელოვნების დარგების უნდა გაჯერდეს კომერციალიზაცია. ჩვენი ილუზია არა გვაქვს, რომ როდესმე უახლოესი 10 წლის განმავლობაში თვითყოფადი გახდებიან ეს ორგანიზაციები, ანუ მდგრადები. მაგრამ რაც მეც იშოვიან, მეტ ფულს მიიღებ. ამაზე ხო ალბათ მე უფრო დეტალურად ხო რაღაცა მეორე ნაწილში ვსაუბრობ და 3 ლარია მათ თეატრის ბილეთი თეატრში თელავში არის 3 ლარი სულ. იმიტომ რომ იქ წარმოიდგინეთ ახლა სიტუაცია საშუალო კლასი ჩვენ იმდენად არ აქვს. ჩვენ ხო ხალხის ხო უნდა იყოს დიდაი რომ გადაიხადოს ბილეთი. იქ 3 ლარი რამდენი უნდა მოაგროვოთ ახლა? არა, პირველ რიგში დავიწყოთ იქიდან, რომ კარგი სპექტაკლი უნდა დაიდგას, რომ 3 ლარი გადაიხადოს. როცა თეატრი გაჩერებული იყო წლების მანძილზე, ახლა ლაპარაკი არაფერზე არის. ვერ მოიწვა. ერთ დავამატებ, 252 წლის ყოფილა. კი, თელავის თეატრი ქუთაისის ლადო მესხიშვილის დროს გახსნელი და მე იყო თელავში ყველაზე ტრადიციული და დიდი, ანუ მისი კულტურის მატარებელი ქალაქი. თქვენ ახლა მეორე ნაწილში მივზანდებით, გუშინდელ ამბავს უნდა გამოეხმაუროთ ახლა. უნდა გამოეხმაუროთ. აი ეს ვიდეო დავარ თქვენი ესე იგი მინისტრის მოადგილეთ წარდგენის თანავე სოციალური ქსელები მოიარა ვიდეო. სადაც თქვენ საუბრობთ უშუალოდ არა უბრალოდ თვითონ ფაქტი არის საინტერესო. აქ რაღაცა ის ჩვენ ამ ვიდეოს არ ვაჩვენებთ, ეხლა ცხადია.
რაღაცა გურულებს რაღაცა აკლიათ, რაღაც მინერალი შენ ანეკდოტებიც არის. რა გარემოა ეს ვინ ჩაგწერათ რა ჟურნალისტი არის ორი ჟურნალისტი უკრაინელი ძალიან აინტერესებდა როდიზელი ამბავია. თქვენი ახლობელები არის. კი, ოფიციალური ინტერვიუ იყო, ანუ ეს. არა, ნუ ეხლა ოფიციალური როგორ იყო სვავ და მე კიდე გავიგე ხო, მაგრამ რატო? არა, ეს თქვათ რატო ამოტვირთვიდა გუშინ და იმიტომ ცოტა აგრესია მოყვა ეხლა წავიკითხეთ იქ რაღაც ხო იცით ეხლა თქვენ რა ხდებოდა და ცოტა ნუ რამდენ როგორიც იყო თქვათ რეაქცია იყო ამ ხალხის და აგვისტენით ერთი რა ხდებოდა. ჯერც ეს ინტერვიუ დადებულია აგვისტოს 2011 წლის აგვისტოს. ანუ ძველია. ძველია რა თქმა უნდა დევსმა არავის არ აწუხებდა მანამდე, მაგრამ ეხლა გუშინ რაღაც აქტუალური გახდა ჩემ დანიშნვასთან როგორ ჩანს, ნუ გამოიწვია რაღაც ნებათა ხელვა გარკვეულწილად და ბატონო საჯარო ფიგურა გახდით ეხლა თქვენ უკვე ოფიციალურად ამიტომ აქედან გამოვიდა ჩემ ცხოვრებიდან. არა ეგ თავისთავად ხარ. თქვენ ენაკვიმატონად მეც მიყავდა რეპორტაჟი ეს ერთხელ მეც ჩემებმა გადამიღეს კრანი და დააგდეს YouTube ვაივიდე მოიარა უამრავი ნახვა ქონდა გასაგებია მაგრამ მინისტრის მოადგილე არ დავხტარა. ეს ხოდა ძალიან არტისტული ქვეყანა ვართ. თვითონ ფრაზებზე აი ამაზე გითხარით აი რა არტისტული ქვეყანა ვართ საერთოდ და ჩვენ არტისტულ ქვეყანაში ვივიწყებთ განსხვავებას ანეკდოტ შორის და სიმართლეს შორის ჭეშმარიტებას უჯერ ჭეშმარიტება სადაც ჩვენ ხო ვიცით ჭეშმარიტება ხოლმე უფლის ხელშია არა ჩვენ რაღაც პატარა ანეკდოტზე რაც წამოვაგებ ასე თელ ამბავს და შავ პიარს ააგორებ არა ეს არის უკვე სასაცილო იმიტომ რომ შენ უნდა გესმოდეს ჩვენ ვართ ბედნიერი ხალხი იმიტომ რომ ჩვენ მრავალფეროვანი ვართ მრავალფეროვნება მართლა განსხვავებია გურულები მეგრლებისგან და გუშინ ხალხი დამირეკა ვიღაცამ და შეგინა გაცმუთ რაღაც დააყო და დაანაწევრო ქართველი რაღაც ისეთი ბრალდება დამოიყენეს უკვე არა იქ ანეკდოტის გარდა იყო სხვა რაღაცა რაზეც ალბათ უფრო მოყვა ეს აგრესია ვიდრე ეს ანეკდოტი ძალიან მე როგორც მეგრელმა არ შემიძლია რო არ წავიკითხა ეს ფრაზა მე ხება მაპატიეთ მე არ მინახავს კადრი მე არ ხა მოგიწევით ქართულა ყველა გურულზე შენ მოყავი მეგრელზე მე მოყვარ აი ვიდი რა მნიშვნელობა ესე იგი თქვენ ამბობთ გურულებს რაღაც აკლიათ რაღაც მინერალი რის გამოც მათ უჭირს რაღაც აზროვნება ნიადაგში არა ეს არ თქვი მე მანდ არსებობს ეს რუსულად მიდიოდა ეს ინტერვიუ მოგეხსენება იმით კი არ იყო ეს ტექსტი რუსულად მიდის და მე არის არასწორი თარგმანები გაიგეთ მანდ არის და მეგრელზეც წავიკითხავ უცებ ახლა შემდგომ ამბობთ რომ მეგრელებს რუსეთის იმპერიაში ქართულებად არ თვლიდნენ რომ მეგრელები სხვა ხალხია აი რას გულისხმობთ ახლა მე როგორც ფაცაცია რომ მოვიდე თქვენთან რაღაც პროექტის ვერ გავიგე მე ვამბობ არ დამიჭერთ ხა მე ვამბობ იმ ისტორიულ ფაქტს რომ ეს ასე იყო ნამდვილად გაიგე ეს ისინი არ თვლიდნენ მე კი არ თვლიდი და მე ნუ მავრალით ამას მე ვთქვი რუსეთის იმპერიის დროს მეგრელები ცალკე იყვნენ გამოყოფილი ნახეთ ეს ისტორიული რაღაცები ხო არ შეიძლება ასე ზერელად როგორც უნგარისში საერთოდ ხვევიათ ხო მეგრელები იყვნენ ცალკე მიგრელცი ეწერა მასე მინგრელცი და ასე შემდეგ და ქართველები ცალკე თვლიდნენ და სხვა დროს იმაზეც ფიქრობდნენ შეიძლება იმის დრო და ამის გამო უნდა საფრთხელოს ვთქვათ არა თქვენ აურეთ ყველაფერი ნუ აი არა გვირევია იქ ქრონოლოგიურად მიდის ყველაფერი ეს სადღეღელოს სხვა რამეს ეხებოდა ამ შემთხვევაში აჭარას ეხებოდა და აჭარის სტატუსს ეხებოდა სადღეღელო რატომ დალიო ქართველებმა აჭარას როცა შევეხე აჭარა ისეთი რეგიონი მე ვუთხარ უცნაური რეგიონი 300 წელი იყო თურქების ქვეშ აი თურქები ბატონობდნენ მან 300 წელი ეხლა შემორჩა ბევრი რამე ამ თურქ ბატონობას ეხლა ასახავს არა ხო და ორი სისუსურელი ომი ჩაატარა რუსეთის იმპერიამ, რა თქმა უნდა, თავის იმპერიის გასაძლიერებლად და ასე შემდეგ და ქუთაისის გუბერნიას ორი გუბერნია იყო, საქართველოს მაშინ რუკაზე იყო ტიფლისის და ქუთაისის გუბერნია. რა თქმა უნდა, საქართველოს როგორც ცნება, როგორც სული არასება, ყოველთვის არსებობდა, ყოველთვის იარსებებს, მაგრამ იურიდიულად ეს იყო ორი გუბერნია. ეს აჭარა იყო მიერთებული ამ ქუთაისის გუბერნიას და ამის შემდეგ ეს აჭარა დარჩა ჩვენთან. ერთ მოვაკითხოთ და გისვათ მე თქვა ეხლა სუპრაზე რო დავждეთ რუსეთს აძოს დამალევინე მე თქვი დალიეო. ნუ ეხლა თუ არ დალევ რა ვთქვათ ეხლა მე დაგალევინე შეჭერა ყოფილ ხარ და როცა მოხვდები არ დავლევ რუსეთის აღეზელოს. რა გავაკეთო? არც იმათ დაულევიათ უკრაინას. რუსი ხალხის და ჩემი მეგობრების ეკუთვნო რომ შეიძლება დავლევ მაგრამ რუსეთს აძოს სანამ არ წავლენ აქედან ჯარს არ გაიყვანენ. არ დავლევ. რუსეთის იმპერიაზე იყო საუბარი და არის ხუმრობა და ხუმრობა ერთხელ ასე დაემართა. რატო ელაპარაკებოდით უკრაინელ ჟურნალისტებს? ასე რა ახლობლები იყვნენ? მე ვარ სამზარეულოში ჩემთან. რა თქმა უნდა, იმან ჩაწერა. აი სამზარეულოს საბაბე, სამზარეულოს საუბარი გახდა საბაბი რობიკოს ტურუას რაღაც განთავისუფლების. სამზარეულოს ტექსტია. ეხლა რობიკო რო დაადანაშაულა არმენოფობია შეკარიგს ასწავლი. მე კი დაადანაშაულეს ქართველოფობიაში თქვა. ეხლა ეგეც ასეთი სისულელები თუ გავაგზავნებთ ამ სისულელების გამოდევნებს, არა ჩვენ შორს წავალ, ძალიან შორს წავალ და აი გამოხმაურებებია, გარიგეთ ძალიან ბევრი ხალხი არის, ეხლა
იგებს ეს, იმიტომ გთხოვთ ამ განმარტებების ხო და მე არ მაცნით საშუალებას საჯარო ფიგურა ხარ არ ამბობთ ის არა ჩვენ არ ვამბობთ მაყურებელი შევა Facebook-ზე შევძანდით და წაიკითხეთ და მოусმინეთ ბატონ იურას თავად და თუ თარჯიმანი არ ყავთ რომელი რუსული მე მოძებდეთ ვისაც კიდე რუსული ახსოვს და გითარგმნით ზუსტად რო არ იყოს მე ის რა ქვია შეცვლა რაღაც და ანეკდოტი ისეთი რაღაც აი ხლა უცხოეთში დასავლეთში რომელსაც ჩვენ ვივისწრაფით და კარგი რაღაცებში თუ მიბაძავთ რა თქმა უნდა ყველაფერში არ უნდა მიბაძოთ მაგრამ ხლა ანეკდოტი არის ცუდი რამე პოლიტკორექტულობა შემოვიდა რაღაც სისულელი შემოვიდა ზანგი არ უნდა უწოდო და რაღაც თავის რაღაცები მე ისე რუსულად არა მე რუსულად ისე მოსკოვური აქცენტით ვლაპარაკობ ზოგადად და არ პრობლემა არა მაგ თარგმნის არანაირი არ მოგისმენია დედანი და როგორ არა შევისწავლე ბატონო იურა მე კარგია არანაირად, იმიტომ რომ ისეც ნახა ხალხმა, კარგია რომ ეს განმარტები საკეთებთ, არ მასლის განმარტება. მანდ იყო ლაპარაკი რომ სრულობით რომ ჩვენ უნდა ორჯერ და ან აჭარლებმა, ან კერძოდ აჭარლებმა, ზოგადად ქართველებმა ორჯერ დღეში, აბუ ჯერ უკვე თავისთავად ანეკდოტა ორჯერ დღეში რომ ვამბო. ხო შემიძლია სამჯერ დღეში მას ერთგვარ არ იყოფოდა, სადღეძლო დაილიოს რუსეთის იმპერიის რომ თავის დროზე აჭარა განთავისუფლა ჩვენთვის. რა არის ამაში ვერ გავიგე მკრეხელური არის აშინებს ვიღაცას და არის ის ზოგმა არის ის რომ ეს ისტორიული ფაქტი რომ 300 წელი მართლა არ იყო აჭარა ჩვენთან. რა ვქნათ ახლა? დიდებულმა ხალხმა შეინარჩუნეს ენა, ერთადერთი დათმეს სარწმუნოებას ხوارად ვერ როგორც ჩანს არ იყო საშუალება ხوارად. ეს ვიდეო იცოდით რომ გიღებდნენ თუ არა მართლა უღონდ. თუ ისე მუხანათურად გადაგიღეს. არ გინდათ ეს მუხანათურობა. მუხანათურად ხდება ახლა რაც ხდება შავი პიარის აგურება თუ არა. არაფერი მუხანათურობა არ იყო. კამერა იდგა ჩემს წინაშე, მაგრამ კამერას მე არ ვამშნევ საერთოდ არ მიჩნევ ახლა. აი ახლა ამ კამერას ვამშნევ არა. აი ესე მანდ იყო სიტუაცია. პროტო ღვინო არ არის ახლა აქ და რაღაც არ არის ის სიტუაცია. არა ხარისხი არ ვარ გაგა იგეთ ესე ნახევრად ჩახართ და იმით. ის მოჭრეს თვითონ ამოხრებმა კაცო ასწავ შვენიერად არის გადაღებული. ისე ჩვენ აქ ტურაშვილთან ერთად ონიშენკოსთან და ძროს დავლიეთ ქართული ღვინის ხარისხი გაიზარდა საქართველოს. აი ხო ხედავთ თქვენს და ხო დაჭერებს გეტყვით როგორ დალიეთ ამ რუსი კაცის ამ ბოროტ მოგდაპირეთში დავლიეთ ბატონო იურა პირდაპირ ეთერში. დალიეთ? კი აბა. აი ხო ხედავთ რე. იმიტომ რომ ღვინის ხარისხი ამაღლა ჩვენ. ასე არ არის საქმე. მე პოლიტიკაში სხვა რაღაცებია. რა ვიცი ახლა ისეთი დაპირისპირებული მტრები არ მინდა გვარი დასახელი დავასახელო ხელი ჩამოართვეს ღია ეთერში. რა მოგვიდათ ვერ გავიგე რაღაც არ უნდა ვთქვათ რაღაც არა ჩვენ არაფერი არ მოგწვია ბატონო იურა ჩვენ რა მოგვიდეთ კითხვა გაჩნდა ჩვენ ბუნებრივია რომ იგივე კითხვაზე ახლა თქვენ ცოტა იმიტომ ხო პასუხი მივდივარ რომ პრესში უნდა მივიდე იქ უნდა გამტისკონ აბა რა როგორც ადგილეა მოვდივარ და მეხმარებით ხო მე ფასაცია მოვდივართ რა თქმა უნდა მოხდა ჩვენ და მოდიხართ წამოდით ერთად წავიდეთ მაინც მაინტერესებს რა მინერალი მაკლია აი ყველაფერი იყიდება და ყველაფერი გეტყვით ახლა რა ხდება არსებობს თეორია კი არსებობს ეს სინამდვილე ჩვენ ის ვართ რასაც მივირთმევთ რასაც ვჭამთ რა უხედავთ რომ ვთქვათ ის ვართ ჩვენ ადამიანი όσο მივირთმევს თქვათ ვეგეტარიანელი თუ არის აი თქვათ კახელი რომ სვავს კახურ ღვინოს ახლა წარმოიდგინეთ კახელი რომ სვავდეს იზაბელას აი იზაბელის იქიდან აი ადასას დაწუროს არა სულ სხვანაირი ადამიანი იქნება მან სხვა ფსიქიკა როცა ადამიანი სხვანაირი ღვინოს სვავს ის სხვანაირი ადამიანია თუ ის მართლა ღვინოს პროდუქტია რა პროდუქტს მიირთმევენ ასეთ რომ მინერალი აკლიათ არა მინერალი აკლია მე თქვი წავერი არა მინერალი ანაკლია ან მეტია მე თქვი მათ სხვა ფიცხები ხო არიან არა ხო არიან სტრაფები და სუსტრაფები აი სხვანაირებია აბა ეხლა რაჭველი ყავს მე რაჭველი მეგობარი ეხლა იცი რა დინჯია და რაღაცა რატომ არის დინჯი იცით აი რაჭველი რატომ არის დინჯი რა რაჭველი ქალები არ არიან დინჯები არ ვიცი შენ იცი შენ არები იქნება ეს რაჭველი არის დინჯი იმიტომ რომ ლობიო და თქვენ კულინარიის აკადემიაში ხარ უნდა წახვიდეთ შემთხვევით და არა კულტურის სამინისტროში. ეთნოგრაფიული კულინარიას ვაკეთებ წიგნს, სხვათა შორის უნდა დავამთავრო ეს წიგნი, სერიოზული წიგნია, ეს არის რეგიონების ჩვენ ულამაზეს რეგიონებში არის თავისი კულინარია ყველგან რა თქმა უნდა რაღაც. ბაშო კულინარიაც განიხილება ვიცი მე ვიყავი და დავაგებოვნე კულტურის ნაწილი კარგად. ლობიო ერთად არა ძალიან ძნელად მონდელებადი რაღაცაა. ხო, კარგით, იცით რა ჩვენ რაღაც ხუმრობაში გადაგვაქვს ეს ყველაფერი, მაგრამ ვინაიდან მე გიცნობთ ღრმა ბავშვობიდან და გიცნობთ თქვენ ყველა და თქვენ ენა კლიმატობას, ენა მოსწრებულობას რაღაც სხვანაირად უყურებდით, იმიტომ რომ ჩვენი საყვარელი იურა იყავით, ეხლა თქვენ ხართ მინისტრის მოადგილე. ესე იგი ერთი ბოკლოვი დალეკო. ცოტა სხვა რამეები მოგეკითხება. ერთი რაღაცა კიდე პოლიტკორექტურობა. არა, ეხა ბაია და თქვენი ურთიერთობა ეხა ის მრავალწლიანი რაღაც მეგობრები თქვენისით, მე არ ვიცი. მე ერთ რამეს გეტყვით, რომ ეხა აფხაზეთს აღიარეს იმათმა. მეგრელებს თვლიან თუ არ თვლიან ქართველება და ეგ მაგათი პრობლემა არის აბსოლუტურად. თვლიდნენ, კაცო, თვლიდნენ, თუნდაც კონტექსტში. ბატონო იურა, წარმატებებს გისურვებთ. ჩვენ თქვენს გვერდით ვართ. მე მაგალითად
აკონტროლებ რა იმპერიის და ოკუპანტ საძილოს მაინც არ დავლებ, პრობლემა არ ჩემს მაგას ვერავინ ვერ ახსნის, პირდაპირ ვიძახი ამას. მოვა დრო და გაგახსენებ ამ შენ სიტყვებს. პრობლემა არა, ვერ გამახსენებ. წავლე. თორე მეც იქა ვარ გაზრდილი მაგ ეპოქაში, სხვათა შორის რა, მაგრამ ეხანდელი მოვლენები ჩემთვის მიუღებელია. დიდი მადლობა. წარმატებები პრესში წარმატებებს გისურვებთ ეს. მე შევეცდები. გაგახურეთ ჩვენ კარგად. მოთელ. არა, გაგახურეთ პრესისთვის მეთქი, მოგამზადოთ. მადლობ ამისთვის. კარგით. და დარჩენი სტუმრები დარჩებიან ჩვენთან. ბატონო, დიდი მადლობა. რა გეჩქარებათ, გაგათავისუფლებთ დღეს. კაბა ნახვამდის და რეკლამის შემდეგ დაუბრუნდებით ჩვენ ეთერში უკვე კონკრეტული გეგმებით თუ ეს გაკეთებას ვახდით.